ხმაურიყო კოჯორში იმ კორპუსთან, სადაც სოციალურად დაუცველები თითქმის წელიწადია ცხოვრობენ, ისინი თელასის მიერ დავალიანების გამო დენის გამორთვას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მყოფ თელასის რამდენიმე წარმომადგენელს ტერიტორიის დატოვების საშუალებაც არ მისცეს. კოჯორში მცხოვრებლები არსებული დავალიანების 15,000 ლარის ეტაპობრივად გადახდის უფლებას და მათთვის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებას ითხოვენ. ვითარების გასარკვევად კოჯორში იმყოფებოდა ნაცმოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი. ნიკა მელიამ ხელისუფლებას პრობლემების დროულად მოგვარებისკენ მოუწოდა. ელექტროენერგიის მიწოდება კორპუს გვიან საღამოს აღუდგა, თელასმა დავალიანების ეტაპობრივად გადახდაზე თანხმობა განაცხადა. მოგვიყვანა ჯანდაცვა მამაწლის 29 ივლისს შემოგვასახლეს იმ პირობით, რომ ელემენტარული პირობები გვექნებოდა. მოგვაწერინეს ხელშეკრულებაზე, რომელსაც აქვს ვადა მაისის ბოლომდე და შემდეგ არ ვიცი რას გვიპირებენ. ეს საკითხით საკითხავია, მაგრამ ჯერ ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ, რომ ეხლა არ გვაქვს დენი ამ ეტაპზე, ბავშვები გვეყინებიან სიცივეში, პატარა ბავშვები, თოთოები, არანაირად არ ფიქრობენ ჩვენ ელემენტარულ პირობებზე. სამწუხაროა, რომ სანამ რეალურად მათ ელემენტარულად, ჩვეულებრივ ძელოთ არ აიყვანეს თელასის წარმომადგენლები და სანამ ჩვენ არ ამოვიდეთ, არ ატყდა ეს აჟიოტაჟი, მანამდე არანაირი რეაგირება არ იყო. ამ ხალხის მოთხოვნა არის ძალიან ელემენტარული, რომ მოხდეს გრაფიკის შედგენა და განწილვადება, რომ მოახერხონ ეტაპობრივად ამ თანხის დაკარგვა. რაზეც, რა თქმა უნდა, თელასი არ მოდის და არც ერთი სამინისტრო, არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც ტოლთა განსახილვის სამინისტრო ელემენტარულად არ შუამდგომლობს. ობიექტისთვის დავალიანების გამო მოხდა ელექტროენერგიის შეწყვეტა, ეს არის 15,000 ლარი და ნოემბრის თვიდან მე რამდენიმეჯერ შეუწყდა მათ ელექტროენერგიის მიწოდება. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივმართეთ სამინისტროს შესაბამის ჯანდაცვის სამინისტროს და თხოვეთ მათ ამ დავალიანების საკითხში გარკვევას, მიუხედავად ამისა მოხდა რამდენიმეჯერ მათთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა. ჩვენ შეგვიძლია გადაუნაწილოთ ეს დავალიანება და ნაწილ-ნაწილ გადაიხადონ, როგორც ამას კომპანია აკეთებს თავისი კეთილებიდან გამომდინარე.